მოგესალმებით, ეთერშია გურიის სახელი ამბების სტუდიაში თქვენთვის ნინო ვაშალომიძე მუშაობს. პარტია გახარია საქართველოსთვის და კოალიცია ლელო ძლიერი საქართველო თვითმმართველობის არჩევნებისთვის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს. პარტიების წარმომადგენლების განცხადებით, ისინი 4 ოქტომბრის არჩევნებში საერთო ბრძოლაზე შეთანხმდნენ. დოკუმენტს ხელი მოაწერეს პარტიის აღმასრულებელმა მდივანმა ბერდიეს სიჭინავამ და კოალიციის გენერალურმა მდივანმა ირაკლი კუპრაძემ. არ არის სტანდარტული არჩევნების შესაბამისად ჩვენ უნდა გამოვიწყოთ ურთიერთკონკურენცია ამ არჩევნებზე, ამიტომ მერობის არაპარტიულ ნეიტრალურ კანდიდატებზე ვეცდებით შეთანხმება დავდოთ, ასევე მაჟორიტარ დეპუტატობის კანდიდატებზე ან და საერთო პარტიულ კანდიდატებზე, რაც რა თქმა უნდა არ ნიშნავს იმას, რომ რაიმე ფორმით ჩვენ ნორმალიზებას ვახდენთ რაიმე პროცესის, ეს პირიქით პროტესტის მასშტაბური გაშლის, გეოგრაფიული არეალის გაშლის, პროტესტის გაფართოების და ახალი მუხტის მიცემის დამატებითი საბრძოლო კიდევ ერთი ხაზი არის. ბოიკოტი ჩვენთვის არ არის ის გზა, სადაც შეიძლება იბრძოლო და სადაც შეიძლება შენ ივანიშვილის რეჟიმი დააზიანო. ჩვენ ვამბობთ, რომ ქუჩა არის მნიშვნელოვანი და ქუჩაშიც გავაგრძელებთ ბრძოლას და პროტესტს. უმნიშვნელოვანესია საგარეო ველზე მუშაობა სანქციებისთვის და დელეგიტიმაციისთვის და ასევე მნიშვნელოვანია თუნდაც ეს ეგრეთ წოდებული საარჩევნო პროცესი, რომელშიც ჩვენ მივიღებთ მონაწილეობას. მოქალაქეებს ვეუბნებით, რომ პასიური ბოიკოტის მიღმა გამოვიყენოთ ეს შანსი, რომელიც განსაკუთრებულად მაგალითად მნიშვნელოვნად არის ნაჩვენები თბილისში 66% ოპოზიციური პროდასავლური უმრავლესობა და 25% ქართულ ოცნება. 17 ევროპული სახელმწიფო საგარეო საქმეთა მინისტრებისა და ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის საერთო წერილის შეფასების თემაა პოლიტიკურ სპექტრში. ქართული ოცნების პოლიტსაბჭო წერილს სპეციალური განცხადებით გამოეხმაურა და უხეში და უსამართლო თავდასხმა უწოდა ქართულ ხალხსა და ქართულ დემოკრატიაზე. მართველი გუნდი ასევე ხაზს უსვამს, რომ 26 ოქტომბრის არჩევნების ლეგიტიმურობა ეუთო ოდირის დასკვნით არის გამყარებული და ევროპელი პოლიტიკოსები არა არჩევნების შინაარსით, არამედ მისი შედეგებით არიან უკმაყოფილო. ამავე განცხადებაში განმარტებულია ოპოზიციონერი ლიდერების დაკავების მიზეზი და ნათქვამია, რომ კანონი, რომელიც საფუძველზეც მათი დაკავება მოხდა, საქართველოში უკვე 3 ათეული წელი არსებობს და ის ევროპულ პრაქტიკასა და სტანდარტებს სრულად შეესაბამება. არჩევნების კონტექსტში აღნიშნულია შეწყალების შესახებ საქართველოს პრეზიდენტის შეთავაზებაც, რაც შეეხება დაკავებულ აქტივისტებს. განცხადებაში ნათქვამია, რომ ევროპიდან გამოგზავნილი წერილი კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ მომიტინგეთა ძალადობა ქვეყნის გარედან იყო მხარდაჭერილი. განცხადების ბოლოს ქართული ოცნება გამოთქვას მზაობას ითანამშრომლობს ნებისმიერ სახელმწიფოსთან, რომელსაც საქართველოსთან სამართლიანი ურთიერთობის სურვილი ექნება. ყოველი ასეთი უსამართლო განცხადება მორიგ ჯერზე ხდება მტკიცებულება იმისა, რასაც ჩვენ განსაკუთრებით ბოლოს 3 წელია ვამბობთ გლობალური რომის პარტიასთან დაკავშირებით, Deep State-თან დაკავშირებით, საქართველოში მეორე ფრონტთან დაკავშირებით, საქართველოს საზოგადოებამ ამას უკვე ყურადღება აღარ მიაქცია. გამომდინარე იქიდან, რომ ეს არის უსაფუძვლო, როცა ევროპის ინსტიტუტები ყოველკვირეულად საქართველოს აფასებენ და პოზიტიურად აფასებენ დემოკრატიის მიმართულებით, გამჭვირვალობის მიმართულებით, მთავრობის მუშაობის მიმართულებით და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. მათ შორის სავალუტო ფონდი აფასებს ეკონომიკურ მიმდინარეობას პოზიტიურად და ამის ფონზე როცა ევროკავშირის ბიუროკრატია საქართველოსზე უსაფუძვლოდ საუბრობს იქ რაღაცა არჩევნების გაყალბებასთან დაკავშირებით, ამას ბუნებრივია არავინ აღარ დაიჭირებს. არაფერს რეალურს არ ეფუძნება ეს განცხადება, არაფერი იქ რაც არის მოტანილი სიმართლეს არ შეესაბამება, სინამდვილეს არ შეესაბამება და ესეთი დამოკიდებულება ჩვენ და მის სამწუხაროდ უკვე კარგი ხანია გრძელდება. არანაირი არგუმენტს არ ისმენენ, ჩვენ ყველანაირი არგუმენტი დავდეთ არჩევნებთან დაკავშირებით, არა მხოლოდ ჩვენი, არამედ საერთაშორისო ორგანიზაციებისაც ეუთოს გენერალური მდივნის განცხადებაც საკმარისი უნდა ყოფილიყო. თვითონ დამკვირვებლების განცხადებაც საკმარისი უნდა ყოფილიყო, რომ ერთხელ და სამუდამოდ დამთავრებულიყო 2024 წლის არჩევნების ლეგიტიმაციაზე საუბარი, მაგრამ სამწუხაროდ ყოველგვარი დასაბუთების გარეშე მაინც აგრძელებენ ამას.
17 ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრების განცხადებას და ამ განცხადებაზე ქართული ოცნების პოლიტსაბჭოს პასუხს აფასებენ ოპოზიციაში. ოპოზიცია ამბობს, რომ კრიტიკული წერილი არა ქართველი ხალხის, არამედ ხელისუფლების მისამართით გავრცელდა და ქართული ოცნება ყოველი ახალი ნაბიჯით და განცხადებით საქართველოს კიდევ უფრო აშორებს ევროპას. საქართველოსთან დაკავშირებით 17 ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრებმა და ევროპის კავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა ერთობლივი განცხადება გაავრცელეს, რომლითაც მოუწოდებენ საქართველოს ხელისუფლებას დაუყოვნებლივ გაანთავისუფლოს უსამართლოდ დაკავებული პოლიტიკოსები, ჟურნალისტები და აქტივისტები, გააუქმოს რეპრესიული კანონმდებლობა და ჩაერთოს ეროვნულ დიალოგში ყველა შესაბამის მხარესთან. არის ფაქტობრივად საქართველოს ისტორიაში პირველი შემთხვევა, როდესაც ჩვენი საერთაშორისო პარტნიორები 17 ქვეყანა, რომელიც პასუხისმგებელია მათ შორის ევროპულ პოლიტიკაზე, პირდაპირ ამბობს, რომ შეიცვალა საქართველოს კურსი. პირდაპირ ამბობს, რომ საქართველო არ არის დემოკრატიული ქვეყანა. ეს განცხადება არის ძალიან მკაცრგზავნილი საქართველოს ეგრეთ წოდებული ხელისუფლებისთვის და პირდაპირ ნათქვამი, რომ ჩვენი საერთაშორისო პარტნიორები არ შეეგუებიან იმას, რაც ახლა საქართველოში ხდება, არ შეეგუებიან საქართველოსთვის ევროპული პერსპექტივის დაკარგვას, პოლიტიკურ პარტიებს, პოლიტიკურ დევნას, მოქალაქეების დასახიჩრებას, რასაც აკეთებს ქართული ოცნება და ყველა იმ რეპრესიას, რომელიც ახლა ხორციელდება ამ ქვეყანაში. საქართველო არის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მქონე ქვეყანა, შესაბამისად უნდა აკმაყოფილებდეს იმ სტანდარტებს, რაც არის ევროკავშირში. როდესაც ევროკავშირის დემოკრატიული ქვეყნების 17 საგარეო საქმეთა მინისტრის წერილი ვრცელდება და ამავდროულად უმაღლესი წარმომადგენლის ევროკავშირის, ეს იმას ნიშნავს დამატებით, რომ რასაც ჩვენ ოპოზიცია ვამბობდით, რომ დემოკრატიის უკუსვაა საქართველოში. ამ განცხადებიდან გამომდინარე ჩანს, რომ რა თქმა უნდა ევროკავშირის მხრიდან რა თქმა უნდა გამკაცრდება და უფრო დამძიმდება ვითარება, იქიდან გამომდინარე, რომ ძალიან კარგად არის შეფასებული საქართველოში მიმდინარე მოვლენები, რომელიც ქართული ოცნების პასუხისმგებლობით დადგა. რაც შეეხება ოცნების განცხადებას, ღიმილის მომგვრელია, იმიტომ რომ ხედავთ, რომ აი ესე ლაჩხულად, როგორც კი ხედავენ ეს ადამიანები, რომ კაცრდება პოლიტიკა ევროკავშირის მხრიდან ან სხვა სტრატეგიული პარტნიორების მხრიდან, ის უბრალოდ აი ესე უტიფრად რეჟიმი ეფარება ქართველ ხალხს. დღეს ქვეყნის მასშტაბით ყველა საჯარო სკოლაში სამეურვეო საბჭოს არჩევნები ჩატარდა. არჩევნები გაიმართა ოზურგეთის მუნიციპალიტეტში. მასწავლებლებმა და მშობლებმა სამეურვეო საბჭოს წევრები თავიანთ სკოლებში აირჩიეს. დღეს სამეურვეო საბჭოს კენჭისყრის პროცედურა 10 საათზე დაიწყო და 16 საათამდე გაგრძელდა. ოზურგეთის მუნიციპალიტეტში 42 საჯარო სკოლა და შესაბამისად 42 საარჩევნო უბანი იყო გახსნილი. 286 ასარჩევი პირიდან ოზურგეთში 321 იყო დარეგისტრირებული. ოზურგეთის საგანმანათლებლო რესურს ცენტრის ხელმძღვანელის ლალი სიჭინავას ინფორმაციით, კენჭისყრის პროცესი ყველგან შეუფერხებლად ჩატარდა. დღეს საქართველოს მასშტაბით 2100-ზე მეტ სკოლაში ტარდება სამეურვეო საბჭოს არჩევნები და რა თქმა უნდა ოზურგეთიც უერთდებით ამას სამეურვეო საბჭოს არჩევნებს, სადაც მშობელი და მასწავლებელი თავის წარმომადგენელს ირჩევს ამ სტრუქტურულ ორგანოში, რომელიც გადამწყვეტი არის სკოლისათვის. სკოლა ვიცით, რომ არის დაწყება, სადაც დემოკრატიას ვიწყებთ და აქედან გამომდინარე ეს ორგანოც მნიშვნელოვანი არის სკოლის ცხოვრებაში ჩაერთოს როგორც მასწავლებელი, ასევე მშობელი, ის აქტიური იყოს გადაწყვეტილებების მიღების პროცესში. შესაბამისად, ჩვენ ვთვლით, რომ ამ პროცესებს მხარი კარგად დაუჭირეთ. სულ ასარჩევი იყო 286 კანდიდატი, აქედან 331 არის რეგისტრირებული. სკოლებში ირჩევენ 3 მასწავლებელს, 3 მშობელს, დიდ სკოლებში ყავს 6 მასწავლებელი და 6 მშობელი. მოსწავლე უერთდება ეს ოქტომბრის თვეში, სწავლის დაწყებიდან 1 თვის განმავლობაში მოსწავლეთა თვითმმართველობის არჩევნები იმართება და მოსწავლეთა თვითმმართველობის თავმჯდომარე ავტომატურად ხდება სამეურვეო საბჭოს წევრი. ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს თუ რამდენად აქტიური იქნება მშობელი, რამდენად აქტიური იქნება ჩვენი მასწავლებლები და მე მგონი რომ ამას ამარტივად გავართმევთ თავს და ვსურვებ წარმატებებს არჩეულ კანდიდატებს. ოზურგეთში დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოს ორგანიზებით დასაქმების ფორუმი გაიმართა.
ფორუმის ფარგლებში 30-მდე კომპანია მოკლევადიანი და გრძელვადიანი ვაკანსიებით იყო წარმოდგენილი. სასტუმრო, სარესტორნო, სამრეწველო, სამომხმარებლო, სამედიცინო და საოფისე სფეროებიდან. ფორუმის პარალელურად გაიმართა ადგილობრივი წარმოების ნივთების გამოფენა გაყიდვა. ფორუმში მონაწილეობა მიიღო ასოციაცია გურიამს, სადაც სტუმრებს წარუდგინეს ბენეფიციარების მიერ შექმნილი ხელნაკეთი ნივთები. ასოციაცია გურიას ბენეფიციარები წარმოდგენილები არიან თავისი ხელნაკეთი ნამუშევრებით დასაქმების ფორუმზე. აქ არის გამოფენა გაყიდვა ჩვენი ბენეფიციარების ხელნაკეთი ნივთების. ეს ძალიან მნიშვნელოვანი არის, რა თქმა უნდა, სოციალიზაციისთვის. იმისთვის, რომ ამ ადამიანებმა იგრძნონ თავის საზოგადოების სრულუფლებიან წევრად, გვინდა რომ ამ ადამიანებს ჰქონდეთ შესაძლებლობა ისარგებლონ დღევანდელი დასაქმების ფორუმით და მიეცეთ საშუალება, რომ შემდგომში დასაქმდნენ. ფორუმში მონაწილეობა ნებისმიერ მსურველს შეეძლო. სამუშაოს მაძიებლებს შესაძლებლობა ჰქონდათ პირისპირ გასაუბრებოდნენ კომპანიის წარმომადგენლებს და მოწონების შემთხვევაში დასაქმებულიყვნენ. TBC ბანკის წარმომადგენლები გახლავართ. გურიის რეგიონში მსგავსი სახის ღონისძიებები ძალიან მნიშვნელოვანია იმისათვის, რომ განსაკუთრებით ჩვენაირ ორგანიზაციებში ახალგაზრდა ადამიანები დასაქმდნენ. ხშირ შემთხვევაში ჩვენი ვაკანსიების შესახებ ინფორმაცია არ მიდის ამ ადამიანებამდე. შესაბამისად, ამ ღონისძიებებში მონაწილეობა მისცემთ მას საშუალებას, რომ ძალიან ამბიციურ, ძლიერ ორგანიზაციაში დასაქმდნენ, განვითარდნენ კარიერულად, ისწავლონ რაღაც ახალი და განვითარდნენ, რაც ამავე დროს შეუწყობს რეგიონის განვითარებას ხელს. ჩვენ, რა ვიცი, ძალიან ბევრი ვაკანსია გვაქვს, განსაკუთრებით ახალგაზრდა ადამიანებისთვის, ვისაც შეიძლება გამოცდა, საგამოცდო პერიოდი არ ჭირდებათ, არ უსწავლიათ, სწავლა არ დაუსრულებიათ, მაგრამ გვაქვს შესაძლებლობა, რომ ესეთ ხალხი დავასაქმოთ ჩვენთან. ჩვენ წარმოვადგენთ ძალადობის მსხვერპლთა მომსახურების კრიზისულ ცენტრს. ამ ეტაპზე აქტიური ვაკანსია ჩვენთან არ არის, მაგრამ ვაცნობთ ჩვენს მომსახურებებს, დაინტერესებულ პირებს და ასევე თანამშრომლობთ აქტიურად დასაქმების სააგენტოსთან და ჩვენს ბენეფიციარებს შუამდგომლობთ დასაქმების სააგენტოსთან. მე ვიყავი აქამდე დასაქმებული სოციალურად დაუცველი სტატუსით და ეხლა როგორც ვიცით მთავრდება ეს პროგრამა და მოლოდინი მაქვს დიდი რომ დავსაქმდები, არ მინდა რომ ვიყო დაუსაქმებელი, იმდენად მივეჩვიეთ უკვე და იმდენად რეჟიმში და გრაფიკში ვარ ჩასული, რომ მოხარული ვიქნებით, უკვე გაგრძელდება ეს პროგრამა და ვიქნებით ისევ დასაქმებული. ფორუმის მხარდამჭერი გურიის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია და ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერია იყო. ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა შრომის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე გიორგი ცაგარეიშვილი და დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოს დირექტორის მოადგილე ხათუნა ცერცვაძე გურიის მხარის სახელმწიფო რწმუნებულს გიორგი ხურჯუმელიძესა და ადგილობრივი მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელ პირებს შეხვდნენ. სამუშაო საინფორმაციო შეხვედრის ფარგლებში ადგილობრივი მოქალაქეების დასაქმებაში ხელშეწყობისა და მათი ეკონომიკური გაძლიერების შესაძლებლობები განიხილეს და თანამშრომლობის გაძლიერებაზე შეთანხმდნენ. დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოს ხელმძღვანელი პირები რეგიონში სააგენტოს შესახებ ცნობიერების გაზრდისა და მოქალაქეების დასაქმების ხელშეწყობის მიზნით შეხვედრებს გააგრძელებენ. მინდა რომ ცნობადობა გავზარდოთ პირველ რიგში დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოს. ეს არის უმთავრესი მიზანი ამისი ამ შეხვედრების. ადამიანებმა უნდა იცოდნენ, რომ არსებობს ეს სტრუქტურა ცენტრში დედაქალაქში, რომელიც უამრავ საინტერესო პროგრამას და პროექტს ემსახურება და ახორციელებს და რეალურად დასაქმებს ასობით და ათასობით ადამიანს ამ ქვეყანაში. და გვინდა რომ ჩვენი თავი გავაცნოთ, პროგრამები გავაცნოთ, ძალიან საინტერესო სხვათა შორის და შემდეგ მათი მეშვეობით გავიდეთ იმ ადამიანებზე, რომელსაც უნდათ ამ პროგრამებში ჩართვა. გურიაში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციაში გავმართეთ შეხვედრა დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოს წარმომადგენლებთან, რომელსაც გაგვაცნეს ინფორმაცია დასაქმების სააგენტოს საქმიანობის შესახებ და იმ პროგრამების შესახებ, რომელსაც სააგენტო ახორციელებს. შეხვედრაში მონაწილეობა მიიღო ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებმა, შეთანხმდით მომავალ თანამშრომლობაზე. რეგიონული შეხვედრები ჩვენთვის არის ერთ-ერთი პრიორიტეტი, ვინაიდან რეგიონის განვითარება და იქ მცხოვრები მოსახლეობის
მოსახლეობის ეკონომიკური გაძლიერება არის სააგენტოს ერთ-ერთი პრიორიტეტი და ამ მიზანს ემსახურება ჩვენი შეხვედრებიც. სააგენტო რა თქმა უნდა მომავალშიც გააგრძელებს მსგავსი ტიპის შეხვედრებს და მოვიცავთ სრულად საქართველოს. ნოდარ დუმბაძის მეხუთე საერთაშორისო თეატრალური ფესტივალის ფარგლებში ნოდარ დუმბაძის სახელობის მოზარდ მაყურებელთა სახელმწიფო პროფესიული თეატრის სპექტაკლის ლამბალო და ყაშა პრემიერა გაიმართა, რომლის რეჟისორი დიმიტრი ღვთისიაშვილი გახლავთ. სპექტაკლში მოქმედება პირველი მსოფლიო ომის პერიოდში სპარსეთის ტერიტორიაზე ვითარდება. მთავარი თემა ქართველ ექიმსა და მუსლიმ ახალგაზრდას შორის დამეგობრების ისტორიას ეხება, რაც ომისა და ქაოსის ფონზე განსაკუთრებით ამძაფრებს ტექსტის ჰუმანურ შინაარს. ხაზგასმულია ქართველთა შემწყნარებლობის, ამიერკავკასიის ხალხებს შორის რუსეთის, როგორც უცხო დამპყრობელი ძალის ჩარევის, ისტორიული და პოლიტიკური წარსულის თემები, რომელიც გამოძახეს თანამედროვეობაში წպოვებს. საპრემიერო სპექტაკლმა ანშლაგი ჩაიარა და მაყურებლის განსაკუთრებული ემოციები და ინტერესი გამოიწვია. ნოდარ დუმბაძის სახელობის საერთაშორისო თეატრალური ფესტივალის პრეზიდენტმა და სამხატვრო ხელმძღვანელმა ვასო ჩიგოგიძემ მოზარდ მაყურებელთა თეატრის დირექტორსა და სპექტაკლის რეჟისორს დიმიტრი ღვთისიაშვილს დიპლომი გადასცა და მადლობა გადაუხადა წარმატებული პრემიერისთვის, ასევე ფესტივალში მონაწილეობისთვის. ფესტივალის სპონსორების საკმაოდ მძიმე ხუჭინი. ეს თეატრი და ზოგადად ეს ფესტივალი ჩემთვის არის ძალიან ახლობელი უკვე, მეორედ ვიღებ მონაწილეობას ამ თეატრთან განსაკუთრებული გრძნობები მაკავშირებს და ყოველთვის ბედნიერი ვარ ხოლმე, რომ ისე მიმართლებს ცხოვრებაში, რომ აი ამ სცენას დიდხანს არ ვწყდები. ეხლა 15-ში კიდევ ერთი სპექტაკლით უნდა ვიყო თქვენი მაყურებლის წინაშე, არაჩვეულებრივი მაყურებელი, რომელიც ყოველთვის არის დიდი გულშემატკივარი მსახიობის და მსახიობის სცენაზე ყოველთვის გრძნობს მათ გულწრფელ ემოციებს და ამით მდიდრდება და კიდე სხვანაირი სტიმული გაქვს, რომ იმუშაო უფრო მეტად განიცადო ესა თუ ის როლი და შენი საქმე აკეთო ბედნიერმა. ეხლა მორჩა პრემიერა დამთავრდა და უდიდესი ემოცია მივიღე მაყურებლისგან და ამისთვის ძალიან დიდი მადლობა მინდა უთხრა ოზურგეთის მოსახლეობას, თეატრს და მთლიან შემოქმედებით დას. ძალიან დიდი მადლობა. მნიშვნელოვანი ფესტივალია. ყოველთვის პოზიტიურად უყურებ ამ ფესტივალს და ძალიან მოხარული ვარ, რომ ეს ფესტივალი არ ჩერდება და მუდმივ რეჟიმში ფუნქციონირებს, ასე ვთქვათ, ყოველ 2 წელიწადში ერთხელ. ასევე მინდა ვთქვა, რომ სპექტაკლს რაც შეეხება, დიდი შრომა, დიდი ენერგია დაიხარჯა. სხვათა შორის მოკლე დროში გაკეთდა ძალიან, მაგრამ სრული მობილიზებით, ყველა მსახიობის სრული შემადგენლობით, მაქსიმალური ენერგიით, ყურადღებით და არ დავაკელით არც ერთი ენერგია არ დაგვიკლია სპექტაკლის მზადებისთვის. მადლობა ფესტივალის ორგანიზატორებმა. ამ ფესტივალმა მოახერხა ის, რომ სპეციალურად ფესტივალისთვის მზადება ესა თუ ის ნაწარმოები. ჩვენ უკვე მეორე პრემიერას ვთამაშობთ, ჩვენ 5-ვე ფესტივალში მივიღეთ მონაწილეობა, აქედან ორჯერ ნოდარ დუმბაძის ნაწარმოებით, ერთხელ რეზუმიშველაძის ნაწარმოებით, ხოლო ბოლო 2 ფესტივალია ჩვენ ჩამოვდივართ საპრემიერო ჩვენებებით. ეს არის ჩვენი კიდევ უფრო მეტი პატივისცემა ამ ფესტივალის მიმართ და მოწიწება და თაყვანისცემა ქართული პროზის მიმართ. თუ წინა ფესტივალზე ჩვენ სრულიად ახალგაზრდა ავტორის ნოდარ მაჭარაშვილის რომანის ავი მუსაიფის ინსცენირება შემოგთავაზეთ, ამჯერად ჩვენ ვიზეიმეთ ფაქტიურად 100 წლის თავი იმ ფანტასტიკური მოთხრობის დაწერიდან, რომელსაც ლამბალო და ყაშა ქვია და რომელიც დიდი ქართველი მწერლის მიხეილ ჯავახიშვილის კალამს ეკუთვნის და მე ვფიქრობ, ლამბალო და ყაშა არის ერთ-ერთი ყველაზე უფრო მძიმე ნაწარმოები ჯავახიშვილის შემოქმედებაში, უფრო სწორედ ყველაზე მეტად ხისტი ჩვენი საერთო მტრის წინააღმდეგ და სულაც არ მიკვირს ამ ფონზე, როცა ლამბალოს დაწერიდან სულ რაღაც 12 წელიწადში ჯავახიშვილი დახვრიტეს. ამიტომ ძალიან დიდი მოწიწება იყო თავისთავად ამ ნაწარმოებთან შეხება და აქედან კიდევ ერთხელ დიდი მადლობა ინსცენირების ავტორს ბატონ თამაზ გოდერძიშვილს.
ეს გახდა ჩემ ხელთ არსებული ბოლო ინფორმაცია. მე მომავალ შეხვედრამდე გემშვიდობებით, კარგად ბრძანდებოდეთ.